Kalbatonebo და ბატონებო, ყურადღებით. ყურადღებით. ლეგენდარული. ბატონო. ყველასთვის უსაყვარლესი. ნუგზარ კვაშალი. მოგესალმებით, ბატონო ნუგზარ. დავждეთ. როგორ ახარ ჩემო ბატონო? როგორ? გადასარევად. თქვენისთან ხალხი რომ გვერდ შეგე დაზოგადა ლაშა უსაყვარლესი, უნიჭიერესი. მოგე და ესე იგი, ახლა სასიყვარულო სიმღერით დავიწყეთ და ეს გულისახშილების მაგარი წადი. ხო, მოდი და თუ არ მოდიხარ, მაშინ წადი. ბატონო, გაგაცნობილი ძველი რაჭული სიმღერა თუ ახსნები მე. კი და სიყვარულით დავიწყეთ ჩვენ ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ეთერი და თქვენს ასე ჩემო ნუგზარ ბატონო სიყვარულზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი. როგორი იყო პირველი სიყვარული? ეს იყო პეტერბურგში. სიყვარული ერქვა რომ ეს იყო სკოლის ოთახში, კლასში. აჰა. პირველი სიყვარული მეხუთე კლასში. და როგორ გამოიხატებოდა ეს ყველაფერი? არ ვიცი, გოგო იყო. სახელი ხო არ გეკ? როგორ არ მახსოვს? მახსოვს, მაგრამ უკვე გათხოვილი შვილიშვილები ყავს, კმარ მოკლას მე არ გაგა. გოგო იყო თუ მასწავლებელი? მასწავლებელი. სხვათა შორის მე ძალიან მიყვარდა ჩემი მასწავლებელი, რუსულის მასწავლებელი იყო სვიტლანა გიორგიევნა. გიჟდებოდი, ულამაზესი ქალბატონი იყო და ამიტომ დავუშვი ახლა. მე კიდე მთელი ჩემი კლასის გოგოების შეყვარებულები იყვნენ ჩვენ ქიმიის, ფიზიკის მასწავლებლები. ფიზიკის მასწავლებლები. ამიტომ დავსვით ლოგიკურად ეს შეკითხვა ჩემო. ბატონო, მერსმის, მაგრამ მე მაინც ჩემი კლასელი მიყვარდა ძალიან, მაგრამ იმას სიყვარული ერქვა თუ არა, არ ვიცი. გატაცება, მოწონება. რაღაცა, მაგრამ ალბათ დღემდე არ ვიცი ნამდვილი სიყვარული. შეიძლება გამოვხატო მხოლოდ იმ წლებში, რომელ წლებშიც ვარ ჩემ მეუღლესთან, ანუ 53 წელი ერთად ვარ და რა მაგარი. ამას სიყვარული კი არა, ამას მე მგონი ავატოფობს, რა მნიშვნელობა აქვს. აი გურული იყო ახლა, გურული რა თქვა. აბდულური, კი ბატონო. კი ბატონო, აი თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია ეს ძალიან ცნობილია ყველასთვის და ძალიან ბევრ ასე ვთქვათ ცუდ პერიოდსაც თქვენმა სიყვარულმა გაუძლო და გადაგალახინათ კიდეც ეს პერიოდი. იმალახინა ის. კი და აი მაშინ ახლა მითხარით პირველი შეხვედრა თქვენ მეუღლესთან. ეს იყო ქობულეთში. აბა დავიწყოთ. და თქვენი ნავი აპობდა. მოდიოდნენ ორი ულამაზესი ქალბატონი, თინა ჩიქოვანი, ჩემი მეუღლე. და ნანა გულისაშვილი, ორი ულამაზესი და ფიქრობ რომელი გულისაშვილები რომელი მიყვარს ფიქრობ ახლა რომელი ორი ერთმანეთზე უკეთესი რა თქმა უნდა მაგრამ ალბათ ბუნებამაც გულმაც ბედი ქვია მაგას განაპირობა რომ მაინც ჩიქოვანი ხო ეს თავადური გავიყო და იმასთან რომ დავინახეთ და აი ამ შეკითხვის თაობაზე თუ იცის ქალბატონმა თინამ რომელი მიყვარს აი ეს როგორ არის იცის მეგობრები იყვნენ და ნუ ახლა ეს რა თქმა უნდა ხოვრობაში გავატარე და მე იყო როგორიც მე კონცერტი იყო და რაღაც სიმღერაც კი მიუძღვენი იყო ძველი მაგარია არა ინგლისური სიმღერა იყო აბა რა იყო Tina I love you რაღაც Tina I love you Tina, I love you. I love you. ეს იყო პირველი მიძღვნა. გაგიშტო ეს ჩემი სიმღერა. ხო მე ბუჩქებში პაპილოს ერთად ვაწევოდით. რას მეულები? მაშინ ახლა მე კი ვეწევოდი, მაგრამ იმას უშლიდნენ. ცოტა ესეთი მშობლები ყავდა თან ქალბატონებს სიგარეტი ხო ცოტა იყო და მაშინ ცოტა ხო და მოკლედ რომ ნაინახა რომ რაღაცა და იმის მერე დაიწყო არ დამთავრებულა ჯერ იცით რა მაინტერესებს აი ეს ბუჩქებში რაღაცა სიგარეტს ეწოდეთ და ეს მეგობრობა იყო თუ უკვე მოწონება იყო თუ ჯერ მეგობრობი დავიწყეთ და მერე გადავედით უკვე რაღაცა ხო გააჩნია ხა როგორ სასიყვარულო მეგობრობა ხო შეიძლება იყოს ხო და აი მაინტერესებს ალა სიყვარულის ამხანაგობა რაღაცა ნუ რაღაცა იყო ვერ გავიგე ესე იგი მეგობრობა სიყვარულში გადავიდა ესე გამოდის არა ან თავიდანვე შეიძლება თავარი ეგ არის რომ მეგობრობა გადავიდეს სიყვარულში და სიბერეში სიყვარული მეგობრობაში სხვათა შორის მე მინდა გითხრათ რომ სიბერე საერთოდ არ არსებობს არსებობს წლოვანი ადამიანები რომლებიც ძალიან კარგად გამოიყურებიან ანუ ხანდაზმული არა ხანდაზმულიც ესეთი უხერხული სიტყვა წლოვანი გამოცდილი და წლოვანი მე ვარ წლოვანი და გამოცდილი გამოცდილი წლოვანი
კარგით, ეხლა გაბატონთინ არ ეჭვიანობდა, როდესაც თქვენ სულ გასტროლებზე იყავით, ივერია დადიოდა სულ გასტროლებზე. აი ამ წავთ მოვლილი. თანხმობით ხდებოდა ეს ყველაფერი. ქართულ იმაში საერთოდ ამ მენტალიტეტში ეჭვიანობა რა თქმა უნდა არსებობს და ძალიან ცუდი. აუ იმა როგორ შეხედა ჩემცოლს, ამა როგორ შეხედა. თუ ამაზე სული ყავს და გადასარევი გოგოა და როგორ შეხედა კი არა, ყველა მოლა შეხედოს, ხო? ეს არ უნდა პირიქით უნდა შეამოვნებდეს და ამაყობდეს, არა. ჩვენში ეს არ იყო, რა თქმა უნდა, რაღაც პატარა დოზით იყო ეს ეჭვიანობა, იმიტომ რომ ხომ მიდიხარ 6 თვით რაისი რა ხდება. იმიტომ რომ ეხა იმან კი იცის რომ მე წასული ვარ და ჩემთვის ყველაფერი დაშვებულია. ესე იყო, აი 6 თვე რო ხარ უცხოეთში, თუნდაც ხარ ყველაზე კაი უცხოეთი რომელი იყო მაგ ხრივ? რუსეთი, ხო. უცხოეთი იყო, არა იყო. გაბატონთინა, ნუ დაკარგავთ თქვენ და ბატონო გზარი ერთმანეთს. არა, ეს დიდი ხანი გავიდა და მეპატიება უკვე რა თქვია. რატო გვეპატიება მაგალითად? ხო, არა, რაზეა ლაბა ხარ? მართალი ხარ? სუბეჩხუბება და ხოლმე მე ბევრჯერ მომიყოლია რომ რატო არ მწერილებს? მაშინ სად იყო ეს ტელეფონი გამარჯობა? თბილისი მეორე კაბინა რაღაც ეგეთი ვარიანტი იყო. შეიძლება დაურეკა ყოველ წუთში და უკვე აღარ გენატრება და რაღაც. დეპეშებიც არ იყო. ვიყიდიდი ხოლმე 48 იმას. რა ქვია, ესე რომ ერქვა, რო ეხატა რაღაცები. ერთი დავწე თიკა, მეორეზე როგორ ხარ? 50-ს ჩავყრდი და გავგზავნე. ის დაგეკითხულობდა. ანუ ყველანაირია სიყვარული, მაგრამ მე მაინც სიყვარულზე ვიძახები, ეს არის ძალიან რაღაცას დაავადებასავით არის რაღაცა. და თქვენ თვითონ არ იყავით ეჭვენ რომ 6 თვე ჩემი ულამაზესი მეუღლე არის საქართველოში. ერთხელ 6 თვე? 8 ჯერ. ბევრჯერ 10 ჯერ, 20 ჯერ. რა თქმა უნდა, მაგრამ აქედანაც ახლა რა არის გამამდინარეობს იქიდან რომ ოჯახი მე ესე ვფიქრობ, თორე ხალაც რა უნდა? არც არაფერი. ხალაც უნდა ზუსტად 3 წუთი ნახევარი. არ არის ახლა მთლად მასა შენ გენას. არ უნდა. რა ვიცი, უგჯეროდეს, მაინც არ უნდა იყოს ესეთი რომ მაგას არ უნდა მიაქციო ყურადღება, თორე ანუ მე ისი თქვა მინდა, ბოდიში ჩემო ნუგზარ ბატონო. ანუ ჩვენ გვეპატიება ღალატი? კაცებს უფრო ეპატიება და ეხლა რა ვიცი, ეხლა ქალები ყველაფერში გაგვისწორდნენ. რა ქვია, ღალატშიც, მანქანებშიც, სამსახურებში. არა, ღალატში არა, მანქანებში, ღალატი რა ქვია? სამსახურში კი ბატონო. რატო ან ჩვენ რატო გვეპატიება, ან აი ხო, ეს მაინც ეგ მე უნდა მეკითხა სხვათა შორის. რატო გეპატიება? 6 თვით რა წახვალ? რა შობ მე? ხო, მაგაში არის. თუ აქ რო იყო, არ გეპატიება, აქ რო იყო, არ გეპატიება კი ბატონო. კი ბატონო, მართალია. ამიტომაც აქ რო რა ხდება გეტყვი, აქ ესე იგი რაღაცა გაიხედავ თუ არა, მარჯვნივ მეორე დღეს თელმა თბილისის მაისის თუ რა თქმა უნდა ცოტა პოპულარული ადამიანი ხარ. მეორე დღეს და ცოლმა ხო იცის იმ წუთში უკვე. იმ წუთში ამიტომ მაგალითად ზარები იყო რომ თქვა აი ნუგზარი აქ დავინახეთ და ამასთან ერთად იყო. არ ვაძლევდი მაგის საშუალებას. აი რა მაგარი. არ ვაძლევდი, იყო რაღაცეები, მაგრამ ესე იგი არ დადიოდა ნუგზარი. კონსპირაცია. ანუ ნახე პოპულარობა გიშლედათ ხელს თბილისში ღალატში, ხო? ბევრს, ძალიან. შეხედე რა ხდება? რა სიტყვის გაზო ჯემალი რა სიტყვის ზავეს პროექტი ამისთვის შემიქმნია პოპულარობის. აბა რო ზიხარ ახლა ვიღაც ქალბატონთან თქვა კუპეში და ვიღაცამ შემთხვევით შემოაღო და უკაცრავად, ნუგზარა, შენ დამთავრდა. მორჩა. ყველა მისული. კი ბატონო. არ ყოფილა ეგეთ შემთხვევები. კარგი ლაშა. ყოფილა. არა, ყოფილა, ეხლა შემიძლია ვთქვა, ამიტომ რომ ისე ვარ უყურო. ეხლა მარტო სიყვარული ჩემი გამოიხატება, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის მიმართ მენაცვალე. თიკაჯან მიყვარხარ. ეხლა მაშინ რომ ვარ სასიყვარულო ფორმით, ვემზადები სანტა კლაუსობისათვის. სხვათა შორის 1-2 ნანახი მაგ და ფანტასტიკური. ხო და რა ვემზადები რატო იცი ხო ამასაკში უკვე სანტა კლაუსი ვარ. ძალიან მინდა წავიდე ლაპლანდიაში, იქ შევეჯიბრო სხვა სანტა კლაუსებს სიმღერაში, სიყვარულში თუ გინდათ, რავი, ხა მარხილში და იმაში ვერ დავждები გამეყინება წვერების შემოგმობა. ესე ძალიან პოპულარულები ვიყავით. ვიყავით არა, იყავით. თქვენც იყავით, მაგრამ თქვენც ხართ. არა, მაგას არ ვამბობ, ჩვენი მეზობელ ქვეყანაში ქართველი მამაკაცები. ანუ ეხლა მარტო არა მეზობელ ქვეყანაში, შორეულთა მეზობლოში. კი ბატონო, შორეულთა. პერუში ბატონო. თან რომ ღეროდით. კოლუმბიაში ბატონო, თან რომ ღეროდით, თან იქაურ ენაზე რომ ლაპარაკობდი. კი ბატონო. ეს დიდი ის არის და თან არაბეთში იყვნენ მაგერი არაბეთში. აი ხომ მაინტერესებს ყველაზე ადვილად რომ ქვეყანაში შეიძლება მუხიბლო ქალბატონი სიმღერით და თქვენი ცისფერი თვალების შუშუ. ყველგან. აბსოლუტურად, ყველგან. გამახსენდა ახლა ერთი ისტორია, პატარა მოვკვდები ერთი 40 წამი ალბათ. ახალი შემოსული ეს Jesus Christ Superstar-ი რო არის.
და ფირფიტა გვაქვს ნომერში, ცხოვრობთ კოლუმბიაში და გვერდზე არიან ჩიკაგოელი გოგოები, სტუდენტები და რო დავუყარეთ რაღაც ესე იმას. My time is almost through. Little left to do after all the through. რაღაცა და გაიგო, კარები და შემოლაგდნენ ყველა. ეს სამი გოგო და ერთი ზანგი გოგო. კაი ზანგი გოგო იყო და ფერად გაჭირდა ჩვენი საყვარელი მუსიკა თქვენო ჩვენ საფურთალო ვაკე რაღაც და საიდან ახართ საქართველოს სად არის საფურთალოზე და საქართველოს მოგლეთ მანამ აუხსენეთ იქ რომ საბჭოთა მაშინ იყო ესეთი მომენტი დღეს ახლა მერტ მაგალას და ესე იქნება რომ ყველაზე პოპულარული ქვეყანა და ყველაზე ლამაზი მსოფლიოში და ყველაზე მშვიდობიანი ასეც არის და ესეც უნდა იყოს და გიждდებოდა იждდნენ ჩვენთან ერთად და ხელოდნენ ამ თელ ოპერას ზეპირად და გიждდებოდნენ თქვენ საიდან იცით ჩვენი ენა და ესე ლამაზად რომ გიხართ ჩვენ ენაზეო ასე რომ მოიხიბლნენ. ანუ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ენით ხიბლავდით ქალბატონებს, ხო? ბატონო, აფრიკაში ვერა, აფრიკაში. ანუ ყველა პოლიგლოტიც ხარ, ჩემო გზარ ბატონო. ვიყავი. ეხლა მოგე. ეხლა მორჩ. ეხლა სიტყვები მახსოვს, გრამატიკა ვერ ვაბავ, რაღაც ისეთ რაღაცას ვიტყვი რომ შეიძლება ვერ გაიგო. რამდენი ენა იცოდეთ? გერმანული მე მგონია. გერმანული არა, ინგლისური ნორმალურად, ესპანურად არა უშავს, ნუ რუსულად გადასარევად და ქართული ისე რა. ბატონო, აი ხო რომ უყურებთ ახალგაზრდა თაობას, იგივე თქვენს გარშემო ვინც არის, რამე განსხვავება არის თქვენ დროს ფლირტის და სიყვარულის ახსნის და ეხლანდელი თაობის? რა თქმა უნდა. აი რა არის, რა მოგწონთ რა? პირველ რიგში ის არის რომ ბიჭების დეფიციტია. ეხლა? ხო. ბიჭოს? რატო ისი ხა გოგოს მამები, გოგოების მამები სხვანაირად ფიქრობენ, ხო, ხა გოგოსთვის სხვა არის, მაგრამ როგორ ვატყობი ხარ, ნუ ის ბიჭი ცოტა, ნუ ახალგაზრდობა მოვიდა, ზოგი ისეთია, ზოგი, ნუ რას იზავ? ყველაფერი ხდება. ჩემ დროს ეს არისო. ჩემ დროს ალბათ იმიტომ მოყავდათ, იმიტომ მოვიყვანეთ სული 20 წლის ასაკში. ალბათ იმიტომ ვთხოვდებოდნენ 19-20 წლის ასაკში და 18 წლის ასაკში, ხო? ეხლაც არის ესეთი შემთხვევები. მაგრამ ეხლა ძირითადად როგორ? 30 წლის 34 წლის უკვე ესია და ეს კარგია თუ ცუდია? შეიძლება ერთო კარგი იყოს, მეორე მხრივ ცუდია. აი ახლა ასე ვთქვათ, ტრენდული კი არა და უკვე ესეთი თემა არის, რომ როდესაც არიან შეყვარებულები, ისინი ცალკე ცხოვრობენ. სანამ დაქორწინდებიან, ზოგადად უფრო ახლოს რო გაიცნონ ერთმანეთი. ეგ არის კაი თემა, სხვა მე როგორც აზიატი ამას უყურებდი, right boyfriend, his girlfriend. არავითარ აზია რამე საქართველო, აუ რამე ვერა. ხას უჭერ მაგას ჩემო გზარბატონო. ხო, ეხლა დაუფიქრდი მაგას, ხო? 100 წვილი ქორწინდება და 200 განქორწინდება. რატო ისე 2 თვეში, 3 თვეში, 5 თვეში, 2 წელიწადში. ვერ იმაშვებიან რა. ამიტომ რაღაც girlfriends ნუ არ ხდება. დაარქვის რომ აი მაგალითად ხარ ადამიანთან რომელთანაც გინდა რომ გეყოლოს ბავშვი იცხოვრო დიდხანს და ნახო ეგება ერთ წელიწადში გააფრენა ან გაგიჟდა რაღაც სულელია ნახავ ერთ წელიწადში ამას ყველაფერს და დარწმუნდები რომ შეგიძლიათ უკვე იყოლიოთ ბავშვი იცხოვრო დიდ თანაცხოვრებაში მე უკვე და ეხლა რამდენი ვიცი ეგეთი ოჯახი რომ აი დაქორწინდნენ და განქორწინდნენ ჯვარის დაიწერეს იმიტომ რომ მაგრად ყოფილიყვნენ. აი შენ როგორც ჩემო ნუგზარ აი როგორც мама თქვა სიტყვაზე თანახმა იქნებოდი ასეთი ურთიერთობის? შვილთან მიმართებაში. იცი რა მე არავინ აღარ შემეკითხებოდა მაგას, მაგრამ შეიძლება რაღაცაზე თვალი დამეხუჭა, იმიტომ რომ სულ არ მინდა რომ მე ხა ვაჟიშვილები რომ მყავს ალბათ იმიტომ, მაგრამ სამი შვილი მყავს გოგოები გაც. ამიტომაც არის ასაკი რომ მე მოხვიდე და წახვიდე, იმიტომ რომ ვერ მეესწრო იმას რა იქნება და როგორ იქნება. გაიგე, ხო და მაგაშია საქმე, თორე ისინი მე რას ეზავედი ხა ჩემი შვილებიც ესეთები არიან, ისეთ ბავშვი არიან გაზრდილები რომ კი მაგრამ ალბათ თვითონ დრო ვაჩვენებს და რაღაცას დახუჭავენ თვალებს. არავის არ უნდა რომ შვილი გათხოვდეს და 8 თვეში უკან მოგიყვანონ რა. იცი რა, უკვე ორი ესეთი პატარა ნაწყვეტი სიმღერა შეგვისურვეთ, მაგრამ ეხლა მე მინდა რომ ყველა ჩვენი მაყურებელი, ყველა ქალბატონი მოიხიბლოს კვლავ თქვენი და რამე შეგვისურვეთ რა ესეთი. სიყვარულზე ერთი სიმღერა მახსოვს, ეხლა მე ქართული მეორე ხმა მითხარებულს. ყველაზე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში და ამას მომღეროდი ხოლმე 3-4 ჭიკას რო დავლევდი, იმიტომ რომ დამავიწყდა უკვე 3-4 ჭიკა რამდენია, იგივე
ადი 60 ჩაის რო დავლევ ახლა ხო და დავაყოლებ ერთბოლ ნაბეღლავს და მე მივაყოლებ 60 ვალიდოლს აი მას როდის ხომ ჩვენ გულს რადბიკლავ მე სიცოცხლე ჯერალა მიმთავრებია მე ხომ გულით ვიხედები გული ჩემი ვალებია გოგოგოგო მე შენსამედი შენრაზავინ ყოვარებია თირაჯან სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯლად გამიტანებია ბრავო მართლაც საოცარი სიმღერა არა აი რამხელა ძალა ქართულ სიმღერას და რამხელა კოზირი გვაქვს ხელში ბატონ ნუგზარ თქვენ ალბათ მეც და ნებისმიერ ადამიანს ვინც სიმღერა იცის ოღონდ გულიდან ბატონ ნუგზარ აუცილებლად სანამ კიდევ ერთხელ კიდევ გვიმღერებთ ამითი არ დამთავრდება ეს ყველაფერი თქვენი ასე ვინ გაგიშობს ისე თქვენი აი რჩევა აი იმ ადამიანებს ვინც ეხლა შექმნა ოჯახი შეიძლება რაღაც კრიზისული სიტუაცია რა გააკეთონ რაზდზე დახუჭონ თვალი თუ საუბარი აუცილებელი თქვენი რჩევა გვინდა იმიტომ რომ 45 წლიანი რამდენი წელია სტაჟი 53 წლიანი ძალიან ბევრი გამოცდილების მქონე ხარ თქვენ და აი ამიტომ მე თვითონ მithქვია ბევრჯერ ძალიან რომ მე ჩემ რძლებთან ვერ ვიცხოვრებ ნუ არ შემიძლია ამიტომ ძალიან მიხარია ბაბუოჩე მიძახდა სადილის სუფრასთან 10-12 კაცზე ნაკლები როდის მე იმ ოჯახის და მე რაღაცებს მოყოლებდა იმიტომ იქ შვილები ეს იყო რა კოზანოსტრა ხო და ნუ რო ვიძახი რატო ისე რომ უპროსკაც თავისი რაღაც ისა აქ აბა ის აქ არ დადო იგი მაგრამ მე თვითონ ვიძახდი ამას ისინი იყვნენ ცალკე თვითონ მიხედონ თვითონ იჭხუბონ თვითონ შერიგდნენ მაგრამ არ გამომივიდა გამავე იმდენად ალბათ იმდენად მეც რაღაც ახალგაზრდულად ვარ გაზრდილი და დაბერებული რომ როკეროლები მიყვარდა ეს რაღაც მუსიკები ბავშვებთან ვარ ენერგიას რომ ჩემ ძალთან და ჩემ შვილიშვილებთან ცხოვრობ. რა მაგარია. რა, ნუ მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რა ვშია, ვერ წარმომიდგენია, ასე რომ რა არის ელემენტარულად არ აქვს მნიშვნელობა შენ ისეთი მშობელი ხარ რომ რაღაც არ ძალს იმას უკნა ან სიძეს. შენ უნდა იყო რაღაც ისეთი რომ შინაგანად. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხანდახან სიდედრი ვერ ამართლებს ხოლმე. რაღაც იმიტომ არის ეს ალბათ ეგ სიტყვა სიდედრი, რომ რა ქვია ასე ამ დროს შენი მეუღლე თუ გიყვარს პატივს სცემ და შენი შვილები იმიტომ გიყვარს რომ შენი მეუღლე გიყვარს იმის დედას და მამას უნდა იმის დედას არა იმის დედას და მამას უნდა გიყვარს უნდა გიყვარდეს გურულმა კაცმა ხედავ რაფერი გემრიელობით კახურათა თქვა მაგრამ რაღაცა კამათების აი კამათია რასაკეთებ თვალებს ხუჭა ჩვენთან აი მე აი თუ დამიჯერებთ რამდენი წელია უკვე უბრალოდ შვილი მყავს უკვე რამდენი 16 წლის არის ამ დროს ჩემ შვილსაც ჩემნაირად რომ მოეყვანა ცოლი ჩვენთან ტრადიცია იყო განსხვავება იყო 20 წელი ოჯახური ანუ მე მამაჩემი ჩემზე დიდი იყო 20 წლით ბაბუაჩემი მამაჩემზე 40 წლით ანუ მე ახლა წესით უნდა მყავდეს 33 წლის შვილი წესით მაგრამ არა ეს ამ ბავშვებმა სხვანაირად სხვა დროსი ცხოვრეს და სხვა დროს მოიყვანეს ეს ცოლები და სხვა დროს დაკორწინდნენ არა ამასე მოწყობილი საქმე არა ამასე მოწყობილი კი ბატონო ერთ სიმღერა კიდე ბატონო გზარ სიყვარულზე ხო ახლა მანქანა მშენებლობაზე არის ბევრი სიმღერა მაგრამ გახსოვს ეს კარგი იყო მახსოვს სიყვარული რა ყოფილა ძალით აგეკიდება გზალია თუ არ გზალია პირველი მღერა ამას არ გეკითხება რა ყოფილა სიყვარული ეხლა გავიგე შენი
დაუბერდი და სიყვარულის ეხლა გავიგე შენი ჩვენ ატყობენ ცხოვრებას გონა და ამ ყველაფრის მე როგორ არ უნდა გიყვარდეს ყოველი დღე ყოველი წუთი და ადამიანების შეგარშემო ყოფები ბატონო უნდა გიყვარდეს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ მობრძანებისთვის ბედნიერება ასეთი ადამიანის გვერდში რო ხარ და მე პირადად გავთამამდები და ვიტყვი ბედნიერება ასეთი კაცის მეგობარი უმცროსი პატარა მეგობარი რომ ქვია მე მიყვარს პოზიტივი აბა მითხრა რაგვარი ხარო მითქვარი რაგვარი ხარ ჩემო პოზიტივი შვილი უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ლაშა გავიქცეთ ახლა მცირე რეკლამა და მე უფრო მაგარი ამბებით დაგიბლო აბა რა